წარმოვიდგინოთ ორი ადამიანი, ზუსტად ერთი და იგივე საათი, ზუსტად ერთი და იგივე საქმე, ვთქვათ ორივე მათემატიკას ასწავლის. პირველი ამ საათში იღებს 25 ლარს, საათი მთავრდება, ფულიც მთავრდება, ხვალ კი ყველაფერი თავიდან იწყება. მეორე კი იმავე საათში გაწეული შრომისთვის ფულს დღემდე იღებს. ღამით როცა სძინავს, შაბათ-კვირას და მაშინაც კი, როდესაც ავად არის. ის საათი წლების წინ დასრულდა, მაგრამ შემოსავალი არ გაჩერებულა. გამარჯობათ, მე დათო ვარ, 12 წელია YouTube-ზე კონტენტს ვქმნი და ამ არხზე კი გაჩვენებთ როგორ შექმნათ კონტენტი და ცოდნა აქციოთ შემოსავლად, მარტივად, ქართულად და რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ამიტომ გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს და ახლა კი გავაგრძელოთ. და განსხვავება მათ შორის არც ნიჭია, არც კავშირები და არც გამართლება. განსხვავება ერთ ფორმულაშია, რომელიც 36 ტვიტად დაწერა კაცმა, რომელსაც დღეს სილიკონის ველი ყურადღებით უსმენს. დღეს კი ამ ფორმულას ქართულად დაგიშლი კონკრეტული ციფრებით და ერთი ისტორიით, რომელიც დაგაფიქრებთ და ერთი გაფრთხილებით, რომელსაც ამ ფორმულაზე საუბრისას როგორც წესი არავინ გეუბნებათ, მაგრამ ჯერ მოდი ის ფორმულა გავშალოთ, რომლითაც ახლა ცხოვრობ და რომელიც დიდი ალბათობით თაობებიდან მოყვება. იმუშავეთ მეტი და მიიღეთ მეტი. ერთი შეხედვით კი ეს სრულიად ლოგიკურია, ხომ? მაგრამ ახლა კი მათემატიკას მიყვეთ. შენი შემოსავალი ამ ფორმულაში არის საათები გამრავლებული ტარიფზე. გაქვს მხოლოდ ორი ცვლადი. საათების ჭერი ცნობილია. დღე-ღამეში 24 საათია. აქედან გძინავ, ჭამ, გზავრობ, რეალურად გასაყიდი დრო 10-12 საათია. ტარიფს კი ბაზარი გიწესებს. ანუ ეს ფორმულა თავიდანვე შეზღუდულია. რამდენიც არ უნდა იშრომო, შენ ხაზოვან გრაფიკზე მუშაობ და ეს ხაზი ყოველთვის ჭერს ეჯახება. სწორედ ამიტომ არის, რომ შენს გარშემო ათასობით ადამიანი დაუღალავად შრომობს, მაგრამ დიდრდებიან მხოლოდ ერთეულები. 2018 წლის მაისში ნავალ რავიკანტმა ეს პრობლემა 36 თვიტში დაშალა. სათაური ასეთი იყო, როგორ გამდიდრდე იღბლის გარეშე. ეს კი წიგნად იქცა და დღემდე უფასოდ ვრცელდება. მისი ბირთვი კი ერთ წინადადებაშია, ფული გონებით იშოვე და არა დროით. და როგორ? ნავალი ხსნის, შემოსავალს ზრდის, არა უბრალოდ შრომა, არამედ ბერკეტი, ის რაც შენს ერთ საათს ამრავლებს. და ასეთი ბერკეტი მხოლოდ 3-ია. ბერკეტი პირველი, სხვისი შრომაა, ყავს გუნდი და ისინი შენთვის მუშაობენ. ეს უძველესი ბერკეტია, რომელიც მუშაობს, მაგრამ მას ნებართვა სჭირდება. ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, რომ შენ მართვის უფლება გაქვს. გარდა ამისა, საჭიროა ფინანსები ხელფასებისთვის და სხვა ხარჯებისთვის. ბერკეტი მეორე, ეს კაპიტალია, ფული, რომელიც ფულს აკეთებს. ეს უძველესია და კიდევ უფრო დახურულია. ჯერ რა თქმა უნდა გქონდეს ფული, რომელსაც ფულს გააკეთებინებ. ბერკეტი მესამე და სწორედ აქ არის მთავარი არსი, კოდი და მედია. პროგრამა, ვიდეო, პოდკასტი, კურსი, ეს არის პროდუქტები, რომელსაც ერთხელ ქმნით და რომელთა გამრავლება პრაქტიკულად არაფერი ღირს. ვიდეო, რომელსაც 100 ადამიანი უყურებს და ვიდეო, რომელსაც 100,000 ადამიანი უყურებს, შენგან ერთი და იგივე შრომას მოითხოვს. ეკონომისტები კი ამას ნულოვან ზღვრულ ღირებულებას ეძახიან და ნავალნის მთავარი აღმოჩენაც ეს არის. ეს ერთადერთი ბერკეტია, რომელსაც ნებართვა არ სჭირდება, არც ბანკის, არც დამსაქმებლის და არც ინვესტორის. ატვირთვის ღილაკი ყველასთვის ერთნაირია და ეხლა ერთი ძალიან საინტერესო ისტორიაც. 2004 წელი სალხანი ფინანსურ კომპანიაში მომუშავე ანალიტიკოსი შორიდან ეხმარება თავის ბიძაშვილს ნადიას, რომელსაც მათემატიკა უჭირს. ის ტელეფონით უხსნის მასალას სამსახურის შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ოჯახური თანადგომაა. ის 25 ლარიანი საათი, ოღონდ ამ შემთხვევაში სრულიად უფასოდ. მალე ნათესაობის სხვა შვილებიც ემატებიან. სალს კი უკვე დრო აღარ ყოფნის. ერთი და იგივე მასალას სამჯერ უხსნის სხვადასხვა ბავშვს და სწორედ აქ დგამს ის ნაბიჯს, რომელიც მაშინ სრულიად უმნიშვნელო ჩანდა. ახსნის პროცესს იწერს და YouTube-ზე ტვირთავს. უბრალოდ იმისთვის, რომ ბავშვმა მოსახერხებელი დროს უყუროს ამ ვიდეოებს. და მერე ხდება ის, რასაც პრაქტიკაში ნულოვანი ზღვრული ღირებულება ჰქვია. ამ ვიდეოებს პოულობენ სრულიად უცხო ბავშვები, შემდეგ მათი მშობლები, შემდეგ მასწავლებლები სხვა ქვეყნებიდან. ის საათი, რომელიც სალმა ერთხელ დახარჯა, ნადიასთვის იწყებს გამრავლებას 10 ჯერ, 1000 ჯერ, მილიონჯერ.
დღეს კი Khan აკადემიის 170 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ყავს. მისი ვიდეოები კი მილიარდჯერაა ნანახი. და სწორედ ახლა ამ წუთებში, როდესაც შენ ამ ვიდეოს უყურებ, სადღაც რომელიღაც ქვეყანაში ვიღაც ბავშვი ვიღვიძებს რთავს იმ ჩანაწერს და სწავლობს განტოლებას, რომელიც სალმა 15 წლის წინ ერთხელ ახსნა. აი ახლა კი შენზე ვისაუბროთ. შენც ხსნი ყოველდღე რაღაცას. კოლეგას Excel-ის ფორმულას ასწავლი, მეგობარს ურჩევ, როგორ მოაგვაროს პრობლემა, ნათესავს ტელეფონს უმართავ. ოჯახს იმ კერძს უმზადებ, რომელსაც შენზე უკეთ ვერავინ ამზადებს. შენი ნადია უკვე ყავს. განსხვავება შენს და სალს შორის იცით რა არის? მან ეს ახსნა ჩაიწერა, შენი კი უბრალოდ ჰაერში გაიფანტა. ერთი და იგივე საათი, 1 მაისს უსასრულოდ გაყიდა. მეორემ კი ჯერ არ იცის რომ გასაყიდი ჰქონდა. ზუსტად ვიცი ახლა რასაც ვფიქრობ, ალბათ გონებაში ორი რამ გიტრიალებს. პირველი, კი გასაგებია, მაგრამ ტიპი მილიარდელია და მისთვის თქვის სწავლება ძალიან მარტივია. სრულიად გეთანხმები. სამართლიანი შენიშვნაა, მაგრამ მოდი დავაკვირდეთ. რომელ ბერკეტზე ამახვილებს ნავალნი ყველაზე დიდ ყურადღებას? ეს არ არის ფული და კაპიტალი, რაც მას აქვს და შენ არა. არც დიდი გუნდებია, რომელიც მას ყავს და შენ არა. ის საუბრობს იმ ერთადერთ ბერკეტზე, რომელსაც არავისგან არანაირი ნებართვა არ სჭირდება. და სწორედ ამიტომ ამ კონკრეტულ სივრცეში შენ და ეგ მილიარდელი აბსოლუტურად თანასწორები ხართ. ატვირთვის ღილა კი შენ ტელეფონში ზუსტად ისეთივეა, როგორიც მის ტელეფონშია. უბრალოდ ცოტა უკან თუ გავიხედავთ ისტორიაში, ნახავთ თუ რამ ხელა ძალაა დღეს ეს. სულ რაღაც 1990 წელს შენი ხმა 1000 კაცს რომ გაეგო, რედაქტორის ან ტელევიზიის დირექტორის თანხმობა გჭირდებოდა. ვიღაც კაბინეტში ყოფით წვეტდა, ქონდა თუ არა საუბრის უფლება. ანუ ბერკეტი კი არსებობდა, თუმცა კარიბჭეს ან ყოველთვის მცველი იდგა. 2006 წელს როცა სალ ხანიმ პირველი ვიდეო ატვირთა, მას არავის არაფერი უკითხავს. გესმის ეს რას ნიშნავს? ისტორიულად შენ ხარ პირველი ან მეორე თაობა, რომელსაც ჯიბეში საკუთარი ტელესტუდიაც უდევს, სტამბაცა და მსოფლიო სადისტრიბუციო ქსელიც. და იცი რას აკეთებს ხალხის უმეტესობა? ამ ხელა ძალას უბრალოდ ვიდეოების სკროლვაში ხარჯავს. 60 დღის ამბავი ხომ გახსოვს წინა ვიდეოდან, აქვე ლინკია და შეგიძლია შემდგომ უყურო. ახლა კი შენი მეორე ფიქრი. კარგია ეხლა ეს ფილოსოფია, მაგრამ მე ხომ ფული ეხლა მჭირდება. ძალიან კარგია და მესმის შენი და სწორედ ახლა უნდა გითხრა ის, რასაც სხვა მსგავს ვიდეოებში არავინ გეტყვის. ეს ფორმულა ნელია, ეს არ არის როგორ ვიშოვო ფული სწრაფად. სქემა სრულიად საპირისპიროა. ჯერ მუშაობ და არავინ არაფერს გიხდის, სამაგიეროდ მერე გიხდიან, როცა საერთოდ აღარ მუშაობ. და თუ ეს თანმიმდევრობა შენთვის მიუღებელია, ჯობს სხვა საქმე აკეთო. ეს უბრალოდ გულწრფელი რეალობაა და არა რაღაცია ფასიანი мотиваცია. და აი მივადექით იმ თავარ გაფრთხილებას, რომელსაც თავიდან მე შეგვირდი. ის, რასაც ნავალნის ფორმულაზე გადაღებული ვიდეოების 90%-ში საერთოდ არ ახსენებენ. ბერკეტი მხოლოდ გამამრავლებელია. ის უბრალოდ იღებს რაც გაქვს და ამრავლებს. და აი სად არის მთავარი ხაფანი. გამამრავლებს საერთოდ არ აინტერესებს რას ამრავლებს. თუ მაგარ ვიდეოს გაამრავლებ 1000 ნახვაზე, მიიღებ აქტივს. თუ უშინაარსო ცარიელ ვიდეოს გაამრავლებ 1000 ნახვაზე, მიიღებ ხმაურიან 0-ს. 0-1000 ჯერაც ხომ ისევ 0-ია რა. ეს ბერკეტი სასწაულებს არ ახდენს, ის უბრალოდ მასშტაბებს ზრდის. ღირებულება ჯერ შენში უნდა იყოს, რაღაც ცოდნა, უნარი ან გამოცდილება, რომელიც სხვას მართლა გამოადგება და კიდევ ერთი სრულიად გულწრფელად. შენი პირველი ნამუშევრები ძალიან ცუდად გაიყიდება. სალხანის პირველი ვიდეოებიც ხომ ძალიან პრიმიტიული იყო. უბრალოდ შავი ეკრანი და ხმა. შენი პირველი მცდელობებიც ზუსტად ასეთი იქნება. ვინც მიაღწია წარმატებას, მათმა პირველი ის ცუდი ვიდეოები გადაიტანეს, რადგან იცოდნენ რომ წვალების ფასი ხდიან ერთხელ. შექმნილი აქტივი კი სამუდამოდ მათთან რჩება. ხო და ახლა რა უნდა ქნა დღეს, როცა ეს ყველაფერი იცი? არა, არხის გახსნას არ გთხოვ. არც ძვირიანი აპარატურის ყიდვას. ბევრად უფრო მარტივი რამ მინდა გთხოვო. უბრალოდ დაიწყე ჩაწერა. აი ამ კვირაში, როცა ვინმეს რამე აუხსენი, გინდა სამსახურში, გინდა ოჯახში, ან გინდა მეგობრებთან, ეგრევე დაიჭირე ეგ მომენტი და სადმე ჩაინიშნე. რა აუხსენი, ვის აუხსენი და რატომ მკითხეს კონკრეტულად შენ. ეს ჯერ არ არის კონტენტი, ეს არის უბრალოდ ინვენტარიზაცია. აღწერა იმისა, თუ რამდენი ასეთი საათი გაქვს, რისი გამრავლებაც შეგიძლია. გოლცივერი ხომ გახსოვს მეოთხე ვიდეოდან. როდის, სად, რა? ამ კვირაში შენს ტელეფონის ნოუთში მხოლოდ ერთი პატარა ჩანაწერი გააკეთე. სულ ეს არის შენი დღევანდელი დავალებაა. ის 5 გზაც ხომ გახსოვს წინა ვიდეოდან. 5-ვე ზუსტად ამ პატარა ჩანაწერიდან იწყება. მერე რა ფორმას მისცემ, ეს უკვე გამოჩნდება. კამერასთან თუ არა, ქართულად იზამ თუ ინგლისურად, ხელოვნური ინტელექტით თუ მის გარეშე, ეს უკვე შენი არჩევანია.
ფორმულა 1-ია. შეფუთვა კი შენზეა. და ბოლოს მოდი სულ ერთი წინადადებით შევაჯამოთ. ღარიბი და მდიდარი ერთსა და იმავე საათს არ ყიდიან. ერთი ყიდის 1 საათს მხოლოდ ერთხელ, მეორე კი უსასრულოდ. და ეს ღილაკი, რომელიც ამ ორ სამყაროს შორის კარსაღებს ზუსტად ახლა შენ ჯიბეშია, ან გვერდზე დევს. თან ისე რომ არავის ნებართვა არ გჭირდება, ჩამოდი კომენტარებში და უბრალოდ ერთი სიტყვით დამიწერე ის საქმე, რაც ყველაზე უკეთ გამოგდის. Excel-ია, Excel-ი დაწერე. ძაღლის გაწვრთნა, ეგ დაწერე. მოდი უბრალოდ დავთვალოთ, რამდენი მაგარი გასაბრავლებელი საათი იმალება ამ არხზე. და ბოლოს, რახან უკვე ეს ფორმულა იცი, შენი ბოლო ფიქრი ასეთი იქნება. ოკ, ყველაფერი გავიგე, ესე იგი რაიმე დამატებითი საქმე მჭირდება, რომ დამატებითი შემოსავალი მივიღო და დავიწყო. გაჩერდი, ზუსტად ეს ფრაზაა დამატებითი შემოსავალი, ის მახე, რომელშიც უკვე წლებია გამბული ხარ. ალბათ კარგა ხანია ეძებ გამოსავალს. მეორე სამსახური ტაქსაობა, კრიპტო ან რაიმე ონლაინ ჯერ კიდევ ვერ გიპოვნია, ხომ? იცი რატომ? იმიტომ რომ საერთოდ არასწორ რამეს ეძებ. და შემდეგ ვიდეოში ზუსტად განახებ სინამდვილეში რას ეძებდი მთელი ეს დრო. და შემდეგი ვიდეო ბევრისთვის ძალიან მტკივნეულიც აღმოჩნდება, მაგრამ დამერწმუნეთ, ძალიან ბევრსაც გაანთავისუფლებს. ასე რომ გამოიწერე არხი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.